ეს ის გვაქვს და მამაო თუ შეიძლება რო არ კითხოთ არ შემიძლია რა ბევრი წერს თქვენი ფოტო რო დავდე რომ ესა რა ქვია აი ამ კვეთებულებთან დაკავშირებით მამაო ყოფილა რომ შემთხვევა რომ ადამიანებს მაგალითად ჭირდება და ვერ გძნობენ ამას და უცბად მოსულა თქვენ წაგიკითხავთ და უცბად აღმოჩენილა რომ აი ის იყო შეპყრობილი დემონიზირებული ან რაღაცა თუ შეიძლება და როგორ უნდა გადაწყვიტონ ისო სიტყვაზე ან თქვენთან მოვიდნენ ან არიან მაგალითად სამკურნალო გამოჩნდება უშუალოდ. ლოცვაზე ჩდება, ხო? ლოცვაში გამოჩნდება. საკვარიცია კვეთებულზე დაესწრენ, უგო თუ ასეთი არის შეჭირვებული, იმ წუთში გამჟღავნებს თავის თავს. ხო, ზოგი უგო დაშინდება, რომ რა მოხდა, როგორ ამშვიდება, გარაფერი, ყველაფერი. კარგად იქნება, კიდე ბოროტი რომელიც ესე იგი გაწვალოთ, მოგცილდება და სულ კარგად იქნებით. ესა გამშვიდებთ. მამაო ხო ის არ ქვია როგორ რა ნიშნები აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს თუ შეიძლება რომ იმას ქნათ აქვია გითხრათ აი რაღაცა თქნარებას იწყებენ ზოგი ის იმას შეიძლება თქნარება დაიწყოს შეიძლება რომ იტყვიან გულით წაუვიდეთ დაეცეს რაღაც ხო შეიძლება კრუნჩები დაემართოს რაღაც ყოფილი როგორ არის რა ძალისა შეიძლება სულ უბრალოდ მარტო დაამტკნაროს და არაფერი ეთყობოდეს. დიახ. და მამაო, თუ შეიძლება, აი ბევრ ადამიანს აი შეიძლება რაღაც სხვაზე ჯადო აქვს გაკეთებული, ავითვალე რაღაც თუ მოქმედებს, ეს თუ შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით გითხრა და იმიტომ რომ ბევრს გონია რომ რაღაც ეს იყო და სხვას გაუკეთა და მოინანია რაღაცა და უკვე აღარ მოქმედებს რაღაც. აი თუ მოქმედებს მე იმ ადამიანზე და ეს ავისიბოროტე საერთოდ მამაო, ვისია, ვისაც უკეთებ თუ ისევ შენ უფრო გაზიანებს. ვინ თუ კეთებს, ცოტა ძიმე მდგომარეობაშია. დიახ. აი მაგისტრის არც ლოცვა არ შეიძლება. დიახ. და ვისაც გაუკეთეს, იმას ნუ ეშინია მოვიდეს, აღსარება თქვას, შეუდგეს ეკლესიურ ცხოვრებას და ყველაფერი პათილი იქნება. უკეთურება. და მამა ხშირად ხდება ხოლმე რომ იჩემებენ, აი მაგალითად ადამიანი არ სწორდება. რაღაცნაირად და ამბობს რომ აი მე ხა მაგალითად იმიტომ ვარ ნარკომანი ან იმიტომ ვარ მოთამაშე რომ აი მან თვალი დამადო იმან იმას საქმე არ ჯადო გამიკეთა რაღაც თვითონ არ უნდა გამოსწორება არანაირად აი ამ შემთხვევაში მამო თუ მათზე შეიძლება ამის წაკითხვა და თუ შველის ესეთ რაღაც იმიტომ რომ ჩვენ ხო ესეთი ადამიანები უშველის უფალი თუ კერწმენით მიხედავ და მოვა ეს მალე გამომაგობარობიდან და არავის დაბრალება არ ჭირდება დიახ და რო არ კითხოთ მამაო არ შეიძლება მეორედ მოსვლის ნიშნები რა არის და თუ ეხლა იგრძნობა ეს ნიშნები თუ არის იმიტომ რომ რაღაცა ადამიანები მართლა რაღაცნაირად სხვანაირები გახდნენ და თუ გიგძვნია თქვენ რომ აი ეხლა ახლოვდება ის პერიოდი როცა ღმერთი საუბრობს ამაზე კი რაღაცეები ხდება მაგრამ არა მე უსმენ სახარებიდან გამომდინარე ყოველივე ესე მეუფებასაც ედააღდგესო იყოს ადგილები მიწის ძვრებიო რაღაც შიმშილობები ყველაფერიო მაგრამ ეს არაა დასასრულო აი მე რაღაც ამას უსმენ უფრო რომ კი არის მეორე მოსთვის მაგრამ ჯერ არაა დასასრულო ჯერ ყველაფერი კიდევ რაღაცეები ხდება ხო დიახ და მამა აი თქვენ როგორ უყურებთ იმას რომ აი მე პირველი გიდაგისვით ეს კითხვა მაგრამ კიდე მინდა რომ აი ეს კაი ადამიანების სიმცირე მეორე პლანზე არის და ცუდმა ადამიანებმა წინ წამოიწეს აი მაგალითად ბევრი ქრისტიანი აღარ ჩანს ძალიან უკან არის და წინ წამოიწეს რაღაცა ნუ გაუგებარმა ადამიანებმა რა და ეს თან კარგად წარმოისახებიან ისინი თვითონ კარგი ადამიანებია ისინი და ქრისტიანები წარმოჩინდებიან ცუდად სამწუხაროდ ჩვენ და ესეთი ისა ვითარებაა დღეს სამწუხაროდ ჩვენ და ეს ხო სავალალო მდგომარეობაა მაგრამ ყველაზე ნუ ბოროტი აკეთებს ამას და აი აქ რა საშიშროებას ხედავთ მამაო თქვენ და თუ კიდე უფრო გაღრმავდება ეს თემა საშიშროება ისაა რომ ეს იქნება ქვეყნის დასასრულამდე წამოიწევენ ეგრეთ წოდებული სიკეთის მოქმედი თითქოს მათი ხება დიდებას იქნება ყველაფერი აი რა გააკეთა როგორღაც თავისებური რაღაც დიდება პატივი და ის ვინც ნამდვილი მორწმუნენი არიან ჩრდილშია და ესე სადღაც კუთხეებში არის ეს იქნება თვით რო იტყვიან მეორედ მოსვლამდე და აი მეორედ მოსვლა რო იქნება იქ მოხდება უკვე საკითხის შეტრიალება
ესე იგი უკანანი წინანი უკანაო ეს წარმოჩინდება როგორი ქველმოქმედი იყო როგორი სიკეთის მოქმედი რას აკეთებდა როგორ აკეთებდა აღმოჩნდება რომ ეს სიცრუე იყო ეს იყო მათი ანგარებიანობა მათი ის ყველაფერი რომელსაც დაჩაგრული ყავდათ ეს მორწმუნე ადამიანები ესენი კი წარმოჩინდებიან და ღმერთი სწორედ მათ დალოცავს საკურთხევ მოდით შვილნო და დაიმკვიდრა სასუფეველს ქვედით გამზადებულიო იმიტომ უფლისთვის ყველაფერი დაისმენს ყველაფერი აღასრულეს და აი ეს წერია სწორედ იმ მეორე მოსვლის განმარტებაშიც დიახ აუ რა კაია მამა ნეტა უბრალოდ ძალიან დაიჩაგე მამა რაღაცა თითქოს აი როგორ არის იცით სოფლიოში წარმოჩენილი რომ თითქოს ქრისტიანები რაღაცნაირად ძალიან რაღაცნაირად სხვანაირი ხალხი ვართ და რაღაც სხვა რელიგიება იჩინეს თავი და ისე მეშინი ამ ყველაფრის მამა ხო თითქოს არაფერი მაგრამ ეს კატასტროფი ბამდე მიგვიყვანს და თან კიდე ყველაზე ცუდი რა არის მამაო რომ ეს ადამიანები ბევრს ჯერათ რომ სიტყვაზე სხვა რელიგიის წარმომადგენლები უფრო მაგრები არიან და შემწყნარებლები და ისინი არიან ვიდრე მართლმადიდებლები და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა წარმოგიდგენთ რა ხედვა როგორ დამახინჯდა და როგორი მოფრთხილება ჭირდება